მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადება 6 აგვისტოსთვის გადადო. დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვა ამაღლობელმა და საპროცესო შეთანხმებაზე სასამართლო დარბაზიდან უარი განაცხადა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა განაცხადა ჟურნალისტმა. მან ისაუბრა მიკერძოებულ გამოძიებასა და მის წინააღმდეგ ოცნების მაღალჩინოსნების განცხადებებზე. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ მიმართა ამაღლობელმა მოსამართლეს. სხდომის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა ერთ თვალში მხედველობა პრაქტიკულად დაკარგა, მეორე თვალში კი სათვალით მხოლოდ 30% აქვს. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 4,3% შეადგინა. 25%-ით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, 17%-ით გაძვირდა ზეთი და ცხიმი, 13%-ით ყავა და ჩაი, 9%-ით მოიმატა ფასმა თევზეულზე, 8%-ით გაძვირდა პური, ხოლო ხორცი 4%-ით. პუტინის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისიის თითოეული წევრი და არა მხოლოდ მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თია წულუკიანი პასუხს აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე. ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობა წულუკიანის კომისიის მუშაობის დასრულებას. კომისიამ დღეს 430 გვერდიანი დასკვნა დადო, რომელიც სექტემბერში გასაჯაროვდება.